პატივით აი ესეთი სტუმარის ყოლა დავდგავდი აქ და ისიქით. ჩემთვისაც დიდი პატივია მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგილოცავთ ძველი სახელწოდება. მეც მოგილოცავთ. სხვათა შორის ხვალ არის ბედობა. ნუ ეხა სეპარატიზმში არ დამწამონ, მაგრამ მეგრელები მართალია კერძვამზადე. სანწალე კუჩხას ეძახიან და სანწალე არის მწარე. მწარე ბედობა და მე ითვლიან 12 დღე. ანუ ეს 12 თვე ყოველ დღე როგორი ამინდია, როგორ ხასიათზე ხარ, რას აკეთებ. ძალიან განანაწილდება. ხვალიდან ვაკონტროლებთ. ამიტომ არის შენაიღე ეს შესთავზე. ისე როგორია სამზარეულოში ორ მეგრელი ქალბატონთან ერთად? მეგონი კარგი იქნება, იმიტომ რომ სამზარეულო ისეთი გამორჩეულია მეგრული, რომ შესაბამისად ხო ეს ნამდვილად. დღეს რას გვასწავლით ესე რომ საინტერესო ინფორმაციით. ძალიან ძველი კერძია, რომელიც აღმოვაჩინეს სამეგრელოში. და ქვია კოტოშ საწველი. კოტო არის ქოთანი, რომელშიც ხარშავი ლობიოს და როგორც წესი ძალიან ძველ დროს, როგორც მე ერთ-ერთმა ბებომ მომიყვა, რომელსაც ასწავლა მისმა დედამთილმა, ესე იგი სადღაც მე-19 საუკუნის ინფორმაცია, რომ დავუშვათ ეს ყუდაბზიკა მეგრელი სტუმარი მოუვიდა უცებ მოულოდნელად და ხომი უკვე ჩამოკიდებულია ლობიო მოხარშულია და ეხლა როგორ გავუმასპინდება მარტო ლობიოთი. სახელდახელოდ. ამიტომაც გავიდა იქ შაშვები რაღაცები მოკლა. გაწყვიტა. ნუ ეხლა ხო აკრძალულია შაშვი, ზესქვის ეძახის და ზესქვის საწველი ერქვა თურმე ადრე, მაგრამ ეხლა ზესქვის აღარ აკეთებენ, აკრძალულია და ამიტომაც შეიცვალა მწყერით, მაგრამ პატარა რაღაც ჩააწყო ამ ქოთანში და იქ სტუმარი ვერ წხდება, იმიტომ რომ თავს მოიკლა და არ გინდა შენი ჯირმე არ დაკლა არაფერი. ამიტომაც რამდენიმე ხანში ხო სულ 15-20 წუთში ეს უკვე მზად არის, მაგრამ ყველაზე საინტერესო ეგ არის, რომ თუ ზამთარი არისო ნედლი ქინძის კაკალს ურევდა ჭყინტყველში და იმით გამოტენა ეს მწყერი და შაშვი შიგნით. და მაგას ხო თავისი ცხიმი აქვს და იშუშება იქ ნაღვერდა. აი ეს უცბად მოგონილია ეს უცბად მოგონილი და ჩვენს გერგვეჭიდან და ბაბადან უკვე ეს რეცეპტი სამეგრელოშია და ჩვენ დღეს ამ მწყერით გავაკეთებთ. სადაც ბოდის ვიხდით, ამ კერძს ვიხდით ბოდის ამ მწყერისთვის, ვისაც ბოდის შევდა ფეხით უჭია, ბოდის. ვისაც უფრო დიდი მწყერი გექნება და არ მოგერიდოთ, გამოიყენოთ. ან ძალიან პატარა ქათამი, წიწილა, იმიტომ რომ წიწილაც საინტერესო იქნება. ალბათ ეს ნებართით ჩვენ უკვე დავიწყებთ ნელ-ნელა მოგზადებას. თითქოს მოვიდა. მწყერი მწყვის როგორც აი ახალწელს ძველი ახალწელს როგორც შეეფერება, ისეთი ძველი კერძი მზადდება და წინა ჩართვაში ქალბატონმა დანიელა მოყვა სად გაიგო ეს ისტორია, როგორ მზადდებოდა ეს არაჩვეულებრივი კერძი და ეხლა უკვე გადავალთ მომზადების პროცესზე უშუალოდ. ჩვენ აქ მოვათავსეთ რეალურად უკვე ამოვსებული მწყერი, ფარშირებული მწყერი. როგორ მოვიცეთ და პარალელურად გავაკეთეთ. ხო, მოკლედ ჭყინტი ყველი და ჭყინტყველს თუ ნედლი ქინძის კაკალი გვაქვს, მაგას უმატებთ. თუ არა და გამხმარს, ან შეიძლება შევცვალოთ ეს ნედლი ქინძი, ეს თესლი უბრალო ქინძით რა, იმიტომ რომ თავისი არომატები აქვს და ძალიან პიკანტური გამოდის. კი ბატონო. და კარაქტერს გადაურა, იმიტომ რომ ხიმიანობა ხიმიანობა აკლია, ხო, როგორც ხედავ ამ ჩვენს მწყერს. და თუ სახში გადაწყვიტავთ ამის გაკეთებას, სასურველია რომ აი ესეთი გაჭრილი არ იყოს და მთლიანი იყოს, იმიტომ რომ კარგად დაიტენება, ასე ვთქვათ, ეს ყველით გამოივსება და ჩვენ ამ შემთხვევაში კბილის ჭხირები დაგვეხმარება, ასე ვთქვათ, რომელიც და მე იმასაც შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, თქვენ თქვით პირველ ჩართვაში, რომ შეიძლება ეს არ იყოს მწყერი, იყოს წიწილი. კი, როგორ არა, პატარა წიწილი, რომ ორი ცალი მაინც ჩავა ასეთი ზომის ქოთანში და ძალიან კარგი იქნება. გემოვნების მიხედვით შეიძლება რაღაცა სუნელებიც გაურიან და იმით ასე ვთქვათ გამდიდრონ ეს ყველი და ესეც გემოვნების საკითხია. ხო, შკარ დაიტანს ყველი ბევრს აიტანს, იმიტომ რომ მე მაგალითად კურდღელსაც გავაკეთებდი. ძალიან საინტერესო იქნება. ზოგადად ამოტენილი კერძების პრინციპი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაჭაშიც კითხულობდა გოჭის ხორცს ტენიდნენ, შიგთავსი იყო ხორბალი და გოჭის თვითონ გულღვიძლი და ესეც ძალიან საინტერესოა.
ტყემალს ვაცოცხლებ ამასობაში. აი, ტყემის გაცოცხლება როგორ უნდა სახლში? ესე იგი, აქ მე ხო, მწვანილეული, ანუ კამა და ქინძი მაქვს, ხო? და ნიორი, რომელსაც მარილთან და შაქართან ერთად ვზელდა ვსრეს, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აი ვიღებთ საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ამ ორივეს ნაზავი ხელს უწყობს, რომ წვენი გამოუშვას ქინძმა. აი, პასტისებურია და აი. ტყემალს ვაცოცხლებ რა შუაში. ანუ შეიძლება მარტო ტყემალი შენახული იყოს ზამთრისთვის და ჩვენთან წვანილი ყველა სეზონზე გვაქვს ეს ბედნიერება ჩვენს მიწაზე და ამიტომაც გაცოცხლება ქვია ნებისმიერი ფერის ტყემალი შეგვიძლია ზამთარში აი ესე გავაცოცხლოთ და წვანი ტყემალი ზამთარში ხო ძალიან მონატრებულია. ძალიან კარგია. და ეს იქნება მწყერის მისადევნებელი. მე მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, იმიტომ რომ სამზარეულოს რომელსაც საკუთარი ტერმინოლოგია გითვლება ძირძველ და აუთენტურ სამზარეულოს. ამიტომ გარნირს არასდროს არ ხმარავს. აი ეს არის მისადევნებელი, ფანტასტიკური სიტყვა. კარგი შენიშნა, ასე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც გაიცანოს. ამასობაში მწყერის გამოვკერეთ და შემდეგი ეტაპი რა არის? სანამ ქოთანში მოვათავსებ და ისიც უთხრათ მუმელი რახან ბუხარი არ გვაქვს, სამწუხაროდ ეთერში. როგორ ტემპერატურაზე უნდა იყოს სახლის პირობებში ღუმელი? ალბათ 180-200, იმიტომ რომ მწყერს ახლა ბევრი რაღაცა არ სჭირდება და ქოთანში მე ქოთანს დავაფარებთ ფოლგას ან რაღაც თავის თავს ახლოს. უბრალოდ ვამარილებ, სხვა არაფერი. გარედან ცხიმი გჭირდება ამ შემთხვევაში? ალბათ არა, მაგრამ რახან ასეთი უცხიმოა, მე ქოთანში ჩავდებ. ჩავდეთ კარგად. ესე პირდაპირდებთ ქოთანში ყველაფერს. კი, დავაფარებთ და თავისთვის იშუშება. ანუ თავარია ეს რაღაცა ქოთნის სივრცე იმ გემონოთვისებებისთვის. კარაქის პატარა ბალიშები, ბევრი ხარ იქნება, მეგონი კარგი, არ იქნება. უხდება თან კარაქი ძალიან კარგი. სოფლად ალბათ ცხიმს დაუმატებთ. როდესაც აი ბებოსთან ვიყავით სოფელში, ერთ-ერთმა ჩვენმა ბრენდ შეფმა ქვემოდან ჩაუფინა ჭყინტიყველი. და ზემოდან და ძალიან საინტერესო. ზემოდან ხარ დაუშვათ ჩვენ. რა ვიცი თქვენ როგორც მოიფიქრებთ. ოჯერ ვაჩვენოთ ეს. ვაჩვენოთ გვერდებს შენ დამეხმარა. აბა დიდი ქოთანია. მოჩნდება და მეშინ არა მე ზურა არ ხომ. ჩაბრძანებული არის ესე მწყერი ნახე რომ ესე. საინტერესო. ხაშესან მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ესეთ კერძებში სულ ქალბატონი ვეძებო რაღაცა უცხო ფრინველის ხორცი ქალაქში თუ სადმე მოვიპოვო, იმიტომ რომ ყოველთვის ეს ალტერნატივა რაღაც თუნდაც ნაცნობ კერძებში იყოს მაგალითად იგივე ჩახოხბილი პირობით სულ რაღაცა ალტერნატივის მოძიება უცხო გემოებით ასე ხო რაღაც ძალიან მივეჩვეთ ამ ტერმინს ქართველები, მაგრამ კაი გამოვიყენოთ ეგ მგონია ძალიან კარგი გამოსავალი ასე ვთქვათ გახალისების ჩვენი არომატების და ქართველების წუნებული ვარ აი მას თქვენ შაშვი ახსენეთ ხო? რადიკალურად სხვა კერძი იქნება. შაშვი და სხვათა შორის ბეღურა. შაშვი და ბეღურა. იმიტომ რომ ჩვენ ნუ ეხლა ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ როდესაც ახლა სუპერმარკეტები მიუხედავად სეზონისა ყოველთვის სავსეა ყველაფრით. მაგრამ ისეთ დროს ჩვენი წინაპრების ხელმისაწვდომობა არ იყო და რასაც ბუნება აძლევდა, იმით იკვებებოდნენ და მე ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გასინჯული მაგორივე შაშვიც და ბეღურა. რომელი ჯობია? ორივე საუცხოა. ჩვენ ქართველები ხორცის მოყვარულები ვართ და ამიტომაც ეს პირის პატივი გვიყვარს და გასტრონომიული ასე ვთქვათ პატრიოტებიც ამიტომ ვართ და ძალიან დიდი დისკუსიებია ხოლმე ეს ნამდვილად ქართულია თუ რაღაცა საიდან მოდის. მე დაჩოც ამ ასე ვთქვათ ამ კითხვას შევეჩეხეთ მაშინ როდესაც ვეძებდით კერძებს და ვსწავლობდით ამ ყველაფერს, მაგრამ აუთენტურია, იმდენად დამკვიდრებულია ეს ყველაფერი ჩვენთან და იმდენად ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, თუნდაც ის ზოგიერთი კერძი, რომელიც საერთოდ საქართველოსთან შეიძლება ვერ დააკავშირო, რომ ჩვენი ბუნების ნაწილად იქცა, შესაბამისად მე ვამაყობ, რომ საქართველოში ესეც საინტერესო სამზარეულო გვაქვს. მე ფოლგას ვეძებდი და ამიტომ სხვა რაღაც შემჩეხა. და რას ვაკეთებთ ესე თუ ხო ფოლგით უნდა გადავფაროთ ეს ქოთანი და ეს ჩვენ რომ მქონდა თავი, მაგრამ როდესაც მეგრელი ამას ცეცხლში ნაღვერდალში დგამდა, მქონდა რკინის ზედა დასაფარებელი, რომელსაც ეძახის თანაქას. და მაგაზე ზემოდანაც ნორცხვას დაყრიდა, ნორცხვა არის ნაღვერდალი. და ზემოდანაც. ხო, და ისე ჩადგამდა და ის უმელი ალბათ გარკვეულწილად ამ ფუნქციაში ის იშუშება თავიდან. ჩვენ მოდით ჩვენ და პრინციპი არის როგორც ხაჭაპურს აცხოვენ ანგურაზე. ანგურაზეც ხო ისიც ოღონდ ანგურა მეგრული ანგურა არის ქვის. იმიტომ რომ იმერეთში ეცები თიხის არის და ისინი გურულები და მეგრელები თლიან. ხო და ზემოდან ზუსტად თანაქას აფარებს.
მე მახსოვს დედა ჩემს როცა უთხარი კეცი ხომ არ გვაქვს სოფელში, მან ხომ არ იყო სოფელში, რამე კეცი ხომ არ შემოგჭოდა. არა დედა მე თიხის კეცი ჩემს ცხოვრება არ მინახავს, ან სუფრის კეცზე ვაცხობდი, მაშინ გამიკვირდა ეს, მაგრამ რამდენი ხანი შევუშვით ახლა ჩვენ დაახლოებით ალბათ 15-20 წუთი, იმიტომ რომ პატარები არიან. თონდა მალე. სახელი თუ გახსოვს. ორი ესე იგი კალოდალი ჩვენ რო ვუთხართ ამას ამზადეთ მეთქი სამჯერ დამირეკე მოიცა ერთი ზუსტად გამიმეორე. კოტოშ საწმელი. კოტოშ საწმელი, ხო. საოცარი სურნელი ტრიალებს სტუდიაში. აბა სურნელს თავიდან უნდა ვიზუალი დამიხედე. ეს უნდა ჩავახედოთ ახლა ჩვენი მაყურებელიც აქ. კამერები. ეხლა კამერებს აბა საოცრად კარგად. აი ეს. აი კარაქი მინდა რომ გამოჩნდეს, მაგრამ დახრისას მე კარაქს აუკრე, მაგრამ აი ახლა გამოვაჩენთ. გადმოვიღო, აჩა? მე შენ ვარჯიშობდი ამის გადმოგებაზე. არ ვიცი ეს პეცი როგორ უნდა იქნება. ხო არის ხოლმე კაპიტანი, რაღაცები რომლის დარღვევაც გენანება რა. ამ შემთხვევაში მენანება, მაგრამ წამოვძანდით ჩემთან თუ შეიძლება. გაცოცხლებული ხო? ხო, გაცოცხლებული ტყემალი. აი ჩვენი მწყერიც. ეს ჩვენი სენსი არ დაგავიწყდეთ რომ და გამოვაცალოთ ის შხირები. შხირები რითაცაა მან იმან ამ შემთხვევაში ოზი დაგჭირდება ჩვენ რომ სუსი და სიკეთე. აი ჩამჩა. ეს თუ შევძელე. არა, იცი რა? არ გავაკვირე. მე ამოვაცალოთ შენ. ერთი წამით. კარგი უნდა გადაას. რა თქმა უნდა, ამის დატოვება იქნება. ბევრია, ჭტყემალი გვაქვს ჩვენ. ცოტას დავას. ბევრია, ჭტყემალი გვაქვს, ცოლმა გითხრა დაუჯერეთ ცოლს. აი ეს. და თან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ ძველ ქართველებს ჭკუა ჰქონდათ თავში თიხას, რომ ესე იყენებდნენ ხშირად ქვას. ეს არის არ ვიცი, აბსოლუტურად ცვლის ყოველთვის კერძს. ანუ ყველანაირ ვარიანტში იყენებდნენ, ანუ მარტო ღვინო კი არ იყო, ყველს ინახავდნენ, ხილს ინახავდნენ. და იგივე დავუშვათ შესაწირავი რაც იყო ზედაში მარტო ღვინო არ იყო. ქვევრში ინახავდნენ ქვილსაც, თაფლსაც. ესე სოფელი ხანი უნდა ვახსენოთ, სადაც ყველს დღემდე ქვევრის შორის შეიძლება არ გამიკვირდება რომ იცოდეთ, ესეთი კერძი იყო ძალიან ძველი მახოხს ეძახდნენ და ამ მახოხს აკეთებდნენ სხვადასხვანაირად და მახსოვს ხევსურეთში ხო ნუ მართალია რა რაღაცა ის იყო ხო რა უფრო მაგრამ მახსოვს ხევსურეთში ჩვენ აი იმაში არქივში მოუძიებულ ინფორმაციაში ეწერა რომ თიხაში ინახავდნენ ფაფის კონსისტენცია და მიყავდათ ბურღულეული და თიხაში ინახავდნენ თითქმის მზას და დებდნენ მიწაში და ზამთარში იღებდნენ ამ თიხიდან და ამ არომატულ აი რაღაც ერთ კოს საკმაზად იყენებდნენ რაღაცა კერძებში მე ტაფაზე ამ ცხიმიანს აი იგივე დავუშვათ ყველაზე უნიკალური ყველი რაც ჩვენ გვაქვს ხო ტენილი ყველი მესხეთში ხო აი ესე თიხაში იტენება შემდეგ ამას გადმოაპირქვავებენ ნაცარზე რომ გამოიწოვოს ის ნესტი სასწაული გამოყენება აქვს ცოცხალი ორგანიზმის საქმეს აკეთებს ხო ჩვენ სამი გადმოვიტანოთ და ისიც თქვა რით არის დატენილი ხო ქაბუტუნდალიო ანუ ეს ქაბუტუნდალიო მოყვება თავიდან სხვა არ გვიყურა ხო ეს ანუ ამ ვარიანტში ჩვენ გვაქვს ხმელიქინძის თესლი მაგრამ სასურველია რომ იყოს ნედლი ეხლა სეზონიდან გამომდინარე ნედლი არა გვაქვს მაგრამ იგივე ქინძით შეგიძლიათ ნედლი ქინძით ასე ვთქვათ ყველი ხო ყველში გადავურიეთ ჩვენ ყველში გადავურიეთ და ისე ამოვტენეთ რა ყოველ გაუწევთ რეკომენდაციას? ჭყინტი. იმიტომ რომ მე ტემპერატურაშივე ჩასულ გუნდეს როგორც შეუძლია, ხო? ხო, იმიტომ რომ ჭყინტი ყველი კრაჭუნა, იქვე ჩასულ გუნდება და სხვათა შორის ქეთიმ ბალიშად გამოიყენა, ხო? მე მგონი დავაფინეთ ყველი და ძალიან განსაკუთრებული და მისადევნებლად ტყემალი, იმიტომ რომ ტყემალიც ერთ-ერთი მე ვიტყოდი ჩვენი გასტრონომიული კულტურის მთავარი მახასიათებელია. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, რომ პამიდურის საწებელსაც კი შეიძლება ქართულმა ტყემალი უწოდოს, იმდენად ბრენდული თემა. მე ვიტყოდი, რომ გასტრონომიული ბრენდია და თან ისიც არის საინტერესო, რომ სხვადასხვა ფერის გვაქვს. და ესე შეგვიძლია გავაცოცხლოთ. ამა, ქინძი, ნიორი, თან ჩვენი წინაპრები ხა ბლენდერები და რაღაცები რო არ იყო, იცოდა. აი ეს არის ჩემთვის ყოველთვის ამოცანა, რომ არც ქიმია იცოდა, არც ბიოლოგია იცოდა და ეს გენიოსი როგორ ინტუიცია იყო მთავარი, ხო? ანუ იქიდან კარნახობდა. ჩვენ სხვათა შორის უცხოელმა გვითხრეს და ის ყვითელ ტყემაზე რო უთხარით ჩვენ უცხოელს რო უხსენეთ ერთხელ რა სხვადასხვა ფერის გვაქვს ყვითელი მაგალითად რო ანუ კვახისგანაც აკეთებს ანუ ის კი არა რომ ვერ წარმოუდგენთ რომ ჩვენ აი ესეთი სიმდიდრე უცხოეთში ზამთრად მოკლებული არიან არიციან ეს რა სიმდიდრე და უცხოეთის ტყემალია ჩვენ ყველა ვარიაცია ათვისებული გვაქვს ქლიავითაც გელოზე რომ არის ჩვენ ვასწავლოთ არა უშავს აი ასე დაუშვათ ქინძი კამა იმიტომ რომ სეზონი არ არსებობს ანუ უკვე მოხუქული და რო დააყრიდა ოდნავ პატარა მარილს და შაქარს და ხელით ჭყიდავდა რომ წვენი გამოეცა
მოედინა და ის არომატს უფრო ამძაფრებდა ამ ტყემალში და ცეცხლი ძალიან მომწონს მისადევნებელი და ვისწავლე. ხშირად გამოიყენა და სხვათა შორის ტკბილეულს ქვია ნუგბარი და დესერტს ქვია ჩაროზი. ეგრეა ნა. უღრმესი მადლობა. ესეთი ადამიანები არც რაც უფრო მეტი გვეყოლება ქართულს ეს მკვლევარები გასტრონომიაშიც და სხვადასხვა სფეროშიც მე მგონი გაცილებით უფრო დიდი. მე მინდა ისიც თქვა რომ ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ არსებობთ, იმიტომ რომ ძალიან კარგია რომ ეს ახალგაზრდებმა ითავეს ამის კვლევა, მე გასაჯაროვება როგორც თქვენი წიგნი გააკეთეთ და რასაც თქვენ აკეთებთ და ზოგადად ტელევიზიებს რომლებიც არა მარტო კერძებს, არამედ რიტუალში მისი მონაწილეობა რა არის, ვინ აკეთებდა, სად აკეთებდა, იმიტომ რომ ეს იდენტობის თემაა და ძალიან გჭირდება. გიორგი ცხადაძე დღეს ძალიან დიდი მადლობა ქალტუნდალის ამ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ამ კერძის გაზიარებისთვის, რეცეპტის გაზიარებისთვის, პოზიტიურ წელს გისურვებთ. თქვენ საუკეთესო წარმატებულ და პოზიტიურ ჯანსაღ წელს. ძალიან დიდი მადლობა. და როგორც თქვა, ჩომ გადავინაცვლოთ ბახმარ